Am წუთებში პარლამენტის თავმჯდომარე აკეთებს მედიასთან კომენტარს პირდაპირ ეთერში ვრთავთ შალვა პაპუაშვილს. საერთაშორისო ეს დიდი პალატის გადაწყვეტილება იყო, რომელსაც დაადასტურა მანამდე გამოსული გადაწყვეტილება, ამიტომ ამ ხრივ ამის სიახლე განსაკუთრებული არ ყოფილა. სწორედ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყო დამატებითი გამოძიება საქართველოს პროკურატურამ და სწორედ სტრასბურგის სასამართლოს მანამდე არსებული გადაწყვეტილება, რომელიც დაადასტურა დიდმა პალატამ, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლენილი ყველა გარემოებების გათვალისწინებით გიორგი გახარიას წარადგინა ბრალი, რომელიც დღეს და მათ შორის შეეფარდა წინასწარ პატიმრობა და მას დღეს ის თავს აფარებს ევროკავშირის ტერიტორიას. ასწორედ ხა კითხვები მიემართება ევროკავშირს და გერმანიას ამ შემთხვევაში, სადაც ის იმყოფება. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნათელი არის. საგამოძიებო სამსახურმა პროკურატურამ თავისი ვალდებულებები პირნათლად შეასრულა, მიდის გამოძიება, სხვა გარემოებებით შეიძლება გამოიკვეთოს და არის კონკრეტულად ბრალი წარდგენილი ადამიანის მიერ, რომელიც დღეს თავს აფარებს ევროკავშირის ტერიტორიას. ასე რომ მე მგონი ბრიუსელი და სტრასბურგი ერთმანეთში უნდა გაერკვნენ, აღიარებს თუ არა ბრიუსელი სტრასბურგის გადაწყვეტილებებს მის და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გამოძიების წარმოების აუცილებლობას. ითხოვს ამერიკა ევროკავშირის ურთიერთობაზე გუშინ ფონ დერ ლაიენმა გააკეთა განცხადება და მოუწოდა ამერიკას, რომ არ ჩაერიოს ევროპულ დემოკრატიაში. კრიტიკული პოზიციები იყო უსაფრთხოების დოკუმენტში, სტრატეგიაში ევროპის მიმართ. ის რაც ხდება ახლა ევროპასა და ამერიკას შორის ქართულ კონტექსტში რაც ნიშნავს და ამასთანავე თვითონ მათ შორის ურთიერთობაში თქვენ რას ხედავთ? კი ბატონო, ერთ დავამატებდი უბრალოდ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ვინაიდან გუშინ გამოხმაურებებს ვნახე, არ ვიცი მე გახარიას პარტიას რა გაუხარდა ამ გადაწყვეტილებაში. ეს რაღაცა ძალით კარგი პოზიციის შენარჩუნება სურთ სინამდვილეში ამ გადაწყვეტილებაში, მათ შორის ციტატები მოყავდა თითქოს უმაღლეს თანამდებობის პირებს არ გაუწიათ ბრძანება სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე, საუბრობენ გახარიას არ გაუწიათ ბრძანება, ეს წერიაო გადაწყვეტილებაში, ეს არაფერ არ წერია, გადაწყვეტილება უბრალოდ სასამართლომ კი არ დაადგინა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არის ქართული გამოძიების, ასე ვთქვათ, ფაქტები კონსტატირებული და ქართული გამოძიება მანამდე წარმოებული გახარიას ხელში წარმოებული გამოძიება რაც იყო, ზუსტად იქ იყო, რომ ის არაფერ შუაში არ იყო და ზუსტად ამის გამო იყო, რომ სტრასბურგის სასამართლო სწორედ ეს დარღვევა დაადგინა, რომ არ იყო სათანადოდ გამოძიებული ეს საკითხი და რომ დაავალა საქართველოს გამოძიება და ამ გამოძიებამ დაადგინა ზუსტადაც და გამოარკვია, რომ ეს მანამდე დადგენილი ზოგიერთი ფაქტი არ შეესაბამება სიმართლეს. ამიტომ ის რაც მათ მოჰყავთ მაგალითად, რომ თითქოს გახარია ამ საკითხში უბრალო პირიქით, ეს არის დასტური, რომ მისი მონაწილეობით მათ შორის წარმოებული გამოძიების შედეგად ხელი იყო დაფარებული გარკვეულ გარემოებებზე და ამის გამო დაადგინდა დარღვევა. რაც შეეხება თქვენს მეორე კითხვას, და არ ჩაერიოს ევროპულ დემოკრატიაში. მე მგონი ერთი რამე არის, რასაც ჩვენი საზოგადოება ნათლად ხედავს, თუ რამდენად მართალი, სწორი და სწორი პოლიტიკა ჰქონდა ქართულ ოცნებას განსაკუთრებით ბოლო წლის განმავლობაში. ყველაფერი, რასაც ჩვენ საუბრობდით, ყველაფერი სიმართლე აღმოჩნდა, ყველა რისკი, რომელზეც ჩვენ საუბრობდით, გაცხადდა და ყველა ფარისეველი მხილებული იქნა. ყველაფერი ამ რაც შეეხება ჩვენს ხედვას საგარეო პოლიტიკასთან, გეოპოლიტიკასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ საზოგადოებას თავაზობით, მათ შორის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ყველა ეს საკითხი ახდა დღეს ერთ-ერთში. და ამ ხრივ ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო იმ უდიდესი წნეხის გაძლება, რაც მოდიოდა მათ შორის ევროკავშირის და ბრიუსელის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ, მათი ხელქვეითი NGO-ების თუ პარტიების ხელით, ამ წნეხის გაძლება რამდენად მნიშვნელოვანი იყო და სად ვიქნებოდი დღეს, რომ ამ წნეხს არ გაგვეცვა. აი იქ ვიქნებოდით, სადაც დღეს უკრაინა არის, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი.
ამ მდგომარეობაში რომ ჩააყენეს ამ ფარისეველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა უკრაინა თან აგულიანებენ დღესაც ხედავთ რომ აგულიანებენ უკრაინას და ამითი სინამდვილეში კიდე უარეს მდგომარეობაში შეყავთ უკრაინელი ხალხი. რაც შეეხება ჩარევის და ამერიკა-ევროკავშირის ურთიერთობას, ამერიკის შეერთებულ შტატებმა და ახალ ადმინისტრაციას, რა თქმა უნდა, ამ მხრივ განსაკუთრებული როლი აქვს, რომ ღიად, ცხადად უთხრა სიმართლე ევროპელ ბიუროკრატებს თუ პოლიტიკურ ლიდერებს. უთხრა ის, რასაც ისინი ამდენი ხანია ფუთავენ, როგორც რაღაც ევროპულობის, ცივილიზაციურობის და ცივილურობის და ასე შემდეგ რაღაც. მაგალითად, სინამდვილეში უთხრა, რომ ამ ევროპულობის და ფსევდოევროპულობის საფარქვეშ ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, დემოკრატიის შეზღუდვის, უმცირესობების მართვის და არა უმრავლესობის ნების გაზიარების, იქცა კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად, ეს ყველაფერი სიმართლე უთხრა პირდაპირ თვალებში ევროპელებს და ფიქრობ, რომ ეს ის მომენტია, როდესაც ევროპელი ლიდერები უნდა გამოფხიზდნენ. ისინი აცდენ საკუთარ ხალხს, ევროპელი ხალხის ნებას და ერთადერთი გამოსავალი არის, რომ დაუბრუნდნენ საკუთარი ხალხის ნების განხორციელებას, რომელსაც ასე აცდენილი არიან და შედეგიც პირდაპირ უთხრა ამერიკის ადმინისტრაციამ, რაც იქნება, ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ. ეს არის ევროპული იდენტობის დაკარგვა. ეს არის ბოლო წერტილი, სადაც დღევანდელი ევროპელი ლიდერების მმართველობა მიიყვანს ევროკავშირს, ეს არის ევროპული იდენტობის სრული წაშლა. ეს დავაზუსტებ ბატონო, სადავარი საქართველოში ევროკავშირი და ევროპა ერევა თუ არა ქართულში და საქმეებში. ამას გეკითხები, იმიტომ თქვენი ოპონენტები ამბობენ, თქვენ რასაც უწოდეთ ჩარევას, ის არის მეგობარი სახელმწიფოების აქტიურობა საქართველოსთვის, რომ ქვეყანაში დემოკრატია გადარჩისო. ეს არის ჩარევა თუ ეს არის დახმარება, როგორც თავად ამბობთ? არც მტერს და არც მოყვარეს არაფერი ესაქმება შიდა პოლიტიკაში. ერთნაირი სტანდარტი მოქმედებს აქ ყველას მიმართ, ვინაიდან სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა ამას გულისხმობს, რომ ხალხი თავად წყვეტს საკუთარ პოლიტიკურ დღისწესრიგს და საკუთარი მმართველობის საკითხებს. აქ არც ერთ მეგობრობა არ ნიშნავს იმას, რომ ვინმესთვის ქართველ ხალხს უფლება აქვს მიცემული, რომ ჩაერიოს ჩვენ შიდა საქმეებზე, იქნება ეს ევროპელი თუ აზიელი. ჩვენ ამიტომ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, რომ არ გვინდოდა, რომ საბჭოთა მოსკოვი ჩარეული იყო ჩვენს შიდა საქმეებში და დღეს ვხედავთ, რომ საბჭოთა მოსკოვს კი ავწდით ამ მხრივ და ჩვენ შიდა საქმეებში ჩარევას, მაგრამ და გავითავისუფლეთ თავი, მაგრამ ამის საპირწონედ ვიღაცამ რატო ჩათვალა, რომ ტალინი უნდა ჩაერიოს, ვილნიუსი უნდა ჩაერიოს, ბერლინი უნდა ჩაერიოს. რა ვიცი, რა გამოლებს დედაქალაქებს 27 ქვეყანა არის ევროკავშირში და ყველა დედაქალაქმა თუ მოინდომა ქართველები თავის ჭკუაზე ატაროს, არ ვიცი, ეს საბჭოთა კავშირი კი არა, უარესი გამოდის. იქ ერთი მაინც ვიცოდით, რომ ერთი მისამართი იყო და ვიცოდით ვისთან ქონდა საქმე და ახლა ასე ვთქვათ, ყველა დიდმა და პატარამ რატომღაც ფიქრობს დიდი და პატარა, რომ ქართველებს ჭკუა უნდა ასწავლოს, მათ შორის ის ქვეყნები, რომლებთა დამოუკიდებლობა რამდენიმე ათეულ წელს ითვლის ისტორიულადაც. ასე რომ კიდევ ერთხელ ფაქტი საქართველოსთან დაკავშირებით ყველაზე ის, რასაც ამერიკის ადმინისტრაცია დღეს ევროკავშირს რაშიც ამერიკის ადმინისტრაცია დღეს ევროკავშირს ამხელს, ყველაზე კარგად გამოჩნდა საქართველოსთან დამოკიდებულების მაგალითში. ყველაზე კარგად გამოჩნდა ევროკავშირის ფარისევლობა საქართველოსთან დამოკიდებულებაში, როდესაც გამოხატვის თავისუფლების ლოზუნგით სიტყვის თავისუფლებას გვიხშობენ აქ. სინამდვილეში კეტავენ ყველანაირ განსჯას, დიალოგს, დისკუსიას, ყველაფერი ჩაკეტეს ზუსტად ევროკავშირის ხელით და მათი NGO-ების და პარტიების ხელით. ის, რასაც ქვია იდენტობის წაშლა, ზუსტად ეს ხდებოდა საქართველოში, მათ შორის LGBT პროპაგანდის დაფინანსებით ევროკავშირის ბიუჯეტით. ის, რასაც პრეტენზიას უყენებს ამერიკის შეერთებულ შტატების ადმინისტრაცია ევროპას, რომ მშვიდობის ნაცვლად კონფლიქტის ზონად იქცეს რამის და ვხედავთ ჩვენ, რომ ემზადებიან ომისთვის. ზუსტად ამას ხედავთ ჩვენ საქართველოში, რომ ნაცვლად თანაცხოვრებისა, დემოკრატიული თანაცხოვრებისა კონფლიქტის გაღვივება ხდება მათ შორის ქართველებს შორის ევროკავშირის დაფინანსებით. ეს ყველა ეს მავნე გამოვლინებები ვიხილეთ ჩვენ ყველაზე ნათლად საქართველოსთან დაკავშირებით. და კიდევ ერთხელ ევროკავშირი დღევანდელი ლიდერების ხელში
დგას ცივილიზაციული წაშლის წინაშე, პირდაპირ იყურება ცივილიზაციურ უფსკრულში. ხედავთ ჩვენ, რომ საომარი რიტორიკა იქცა ყოველდღიურობად ევროკავშირში, ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა მშვიდობისთვის, დღეს არის გამალებული შეიარაღების პოლიტიკის წარმოებელი. გუშინ ლიდერები საუბრობენ, რომ აგერ ცოტა ხანში ომი ექნებათ რუსეთთან და ეს აქეთ ამ რიტორიკაში არის დღეს ორგანიზაცია, რომელიც მშვიდობას უნდა ემსახურება. ამ კუთხით ბოლო პერიოდში აქტიურად ვისმენთ ამერიკიდან ევროკავშირის კრიტიკას, მათ შორის დონალდ ტრამპი ხშირად აკრიტიკებს ევრობიუროკრატების გადაწყვეტილებებს. მაშინ, როდესაც იგივე კრიტიკა საქართველოდან ისმის, საქართველოს ხელისუფლებას არადემოკრატიულს უწოდებდა ევროკავშირი და პრორუს, ჩვენ გუშინ დავუსვით კითხვები, მათ შორის გერმანიისაც, რომელმაც თქვა, დაუძახებს თუ არა ახლა ის ტრამპს არადემოკრატიულს, პრორუს, მან თქვა, რომ ეს არის პროპაგანდის ნაწილი და არ ყვება გასცემს პასუხს ამ ყველაფერს. ევროკავშირის ცენტრში კი მედია ამ კითხვის გამო დაიმალა, რასთან გვაქვს საქმე და როგორია თქვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით? არ ვიცი, ხა გონიათ, რომ ზოგიერთო ჩვენ პატარები რო ვართ, ჩვენთან შეიძლება ყველაფრის კისრება, დაბრალება და საქმეზე რომ მინდა დიდთა რომ გავხდათ საქმე დასაჭერი. ხედავთ იქ რომ თუ რა სცენა დაიდგა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ოვალურ კაბინეტში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი თავის სამუშაო მაგიდასთან იჯდა, ხოლო მეორე მხარეს ასე ჩამწკრივებულები იყვნენ ევროპელი ლიდერები და ვფიქრობ ეს ფოტო ყველაზე კარგად ასახავს სად მიიყვანეს ევროპელმა ლიდერებმა ორგანიზაცია, რომელიც 500 მილიონ მოქალაქეს, რომელსაც 500 მილიონი მოქალაქე ყავს, რომელიც ერთდროს იყო მსოფლიოს მესამე ეკონომიკა, მსოფლიოს ეკონომიკის 25%-ით 24% ჰქონდა და დღეს არის ჩამოსული 14-15%-მდე. აი აქ მიიყვანეს და ამაში ერთადერთი დამნაშავე არის ევროკავშირის ლიდერშიპი, ხელმძღვანელობა, როგორც ბრიუსელში, ისე ცალკეულ იმ ქვეყნებში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, რომელსაც აქვთ რეალური პოლიტიკური გავლენა ევროკავშირზე. ამიტომაც მთავარი რა არის, რომ ჩვენ ამას ხო არც უფრთხოდით არასდროს და არც უფრთხილად, რომ ჩვენი სიტყვების გამო ვიღაცა ევროკავშირი ცდილობდა ჩვენს გაჩუმებას, რომ ეს კრიტიკა არ გასულიყო მათ შორის მათ მოქალაქეებში და რაღაც საჯარო კრიტიკი საჯაროდ ეს არ გაეჟღერება. ეს იყო მაშინ საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა და დაბრალება რაღაც ასე ვთქვათ ანტიდემოკრატიულობაში თუ ანტიევროპულობაში. ეს იყო ჩვეულებრივი გაჩუმების ტაქტიკა, ოპონენტის გაჩუმების ტაქტიკა, რომელსაც იყენებენ სხვა დროსაც და აქაც იყო მცდელობა ასე ვთქვათ პოლიტიკური ბულინგით გაეჩუმებინათ ის კრიტიკა, რომელიც ქართული ხალხისგან ისმოდა ევროკავშირის მიმართ. ახლა თუ კაი ბიჭები არიან, აბა ახლა გააჩუმონ ამერიკის შეერთებული შტატები და იქ სცადონ იგივე სამარცხვინო მეთოდები, რასაც საქართველოს ხალხის წინაშე იყენებდნენ, როდესაც ანტიევროპულობას აბრალებდნენ და მაგრამ თავარი რამე კიდე არის, რომ კიდე ერთხელ დადასტურდა, რომ სიმართლეს თუ კი მიყვები, შენი სიმართლე ყოველთვის თავის გზას მოძებნის. და ხო ხედავთ, რომ ყოველ ჯერზე დადასტურდა ეს ყველაფერი და მათ შორის ეს ფაქტიც ამის დასტური არის. ჩვენ რამდენიმე წელია ამაზე ვსაუბრობთ, რამდენიმე წელია ამ ხილების გამო ვიტანთ ზეწოლას თავდასხმებს ევროკავშირის მხრიდან და დღეს ეს ყველაფერი უკვე ხილებულია და ვეღარ ბედავს რომ მათ შორის ჩვენ შეგვეწინააღმდეგოს. აი რამდენიმე დღე არის ამაზე ვსაუბრობთ. ვინმე გაგიგონიათ ახლა რომ ჩვენ გავეკრიტიკებინეთ, იმიტომ იციან, იტყვიან რაღაცას, უნდა გადავამისამართებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ელაპარაკონ მე ამერიკის შეერთებულ შტატებთან. თავად ფიშერის საკითხს როგორ აფასებთ, მაგრამ მედიას პროპაგანდისტები ეძახა, ასე ვთქვა, რომ თქვენ სამთავრობო მედიებს წარმოადგენთ და არ შემოვიდგეთ სიყვარულებში. ასე თქვა ელჩმა, როგორ აფასებთ ეს საკითხს, რატომ გამოიწვია გაღიზიანება კითხვებმა არჩევნებთან დაკავშირებით და საქართველოსთან დაკავშირებით? არ ვიცი, ხა ზოგადად ჯობია ყოველთვის რომ როდესაც მათ შორის პრეტენზია თუ კი აქვს ვინმეს რომ არის დემოკრატიული სამყაროს წარმომადგენელი, კრიტიკული კითხვები უნდა მოისმინოს და მშვიდად უპასუხოს.
პროპაგანდისტობის, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში იალიყის მიწებებით ცდილობა არის, რომ გაექცეს, აჩვენებს უბრალოდ ეს ცდილობა არის გაექცეს კითხვას და აჩვენებს, რომ სტანდარტი სხვადასხვა არის. ამას ვამბობ ჩვენ. ქართული დემოკრატიის სტანდარტი დღეს გაცილებით მაღალი არის, ვიდრე ზოგიერთი ევროპული დემოკრატიისა. თქვენ ხედავთ, რომ პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, მეც, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის უმრავლესობის ხელმძღვანელი სხვა წამყვანი თანამდებობის პირები საათობით ყოველ კვირა დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გაუბრალდით არც ერთ კითხვას. ერთხელ მე დავთვალე კიდევაც თუ კვირაში რამდენი საათი ჯამურად, რამდენი საათი უწევს ცალკე პრემიერ-მინისტრს, ცალკე პარლამენტის თავმჯდომარის უმრავლესობის ლიდერს, არ არსებობს არც ერთი ქვეყანა, მე მგონი ერთ-ერთი დონალდ ტრამპი თუ იქნება ამ მხრივ, ასე ვთქვათ, მსგავსი სტატისტიკის მქონე, სხვა შეხედეთ ნებისმიერ ლიდერს ევროკავშირის, ნებისმიერი ქვეყნის პრეზიდენტებს, პრემიერ-მინისტრებს, პარლამენტის თავმჯდომარებს, ვინ ატარებს ამდენ დროს ფაქტობრივად ჰარტოკის ფორმატში, როდესაც ნებისმიერ კითხვა შეიძლება დაისვას ნებისმიერ საკითხზე და ყველა კითხვას ვცემ პასუხს. ასე რომ ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც როგორც ჩანს ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი. რაც შეეხება ბატონ ფიშეს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მისი ფაილი ჩვენთვის დახურულია. და გადმოვალა ერთ მოჩვენა. ევროკავშირის ნაწილში არის, რომ ევროკავშირს ახლა არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუროკრატია მართავს, როგორ შეაფასებთ მის ამბავს? ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადება, რომელიც სწორედ იმიტომაც რომ მოდის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სწორედ იმიტომ რომ მოდის დღევანდელი ადმინისტრაციის პოლიტიკური მხარდამჭერისგან, არის მნიშვნელოვანი და ვფიქრობ რომ ამან უნდა საბოლოო ამ განცხადებამ უნდა მისცეს ერთის მხრივ კიდევ ერთი ბიძგი ამ საკითხის განსახილველად და მეორე მხრივ წერტილი დაუსვას იმ დამოკიდებულებას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბდა. მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ევროპა დღეს იქცა უმცირესობების მთავრობად. ევროპის ქვეყნები უმცირესობების მთავრობები არიან. ეს სწორედ ამას გულისხმობს ესეც. ჩვენ წლების განმავლობაში თავს გვახვევდნენ და გვაჯერებდნენ, უბრალოდ ცდილობენ წარმოეჩინათ ისე, რომ NGO-ები, რომელიც მათივე შექმნილი და მათივე დაფინანსებული არიან, რომ NGO-ები არიან სინამდვილეში საზოგადოება და ხალხი. ფაქტობრივად ჩვენ თვალწინ ცდილობდნენ, რომ ჩაენაცვლებინათ ხალხი, საზოგადოება, ჩაენაცვლებინათ NGO-ებით, რომელიც არც არავის მიერ არიან არჩეული, არც არავის მიერ არიან ლეგიტიმირებული და არც არავის არ წარმოადგენენ. 20 კაციანი ისფედი, 30 კაციანი გამჭვირვალობა თუ 50 კაციანი საია საკუთარი თავის და საკუთარი დონორის გარდა არავის ამ ქვეყანაში არ წარმოადგენს. აი ეს არის მთავარი, რომ ის სინამდვილეში ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს NGO სისტემა, რომელიც თავს მოახვიეს განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებს, თორე თავის ქვეყნებში ესეთი სისტემა არ არის NGO-ების. NGO-ების ეს ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი დასავლეთმა შექმნა აღმოსავლეთ ევროპის ახალი დემოკრატიის ქვეყნებში. ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება, ვინაიდან ამით მოხდა, ეს იყო მცდელობა, რომ საზოგადოება ჩაენაცვლებინათ მათ მიერ კონტროლირებადი, მათი ინტერესების გამტარებელი მცირე ლობისტური ჯგუფებით. აი ამაზე საუბრობს ზუსტად ილონ მასკი, როდესაც ამბობს, რომ დღეს NGO-ები მართავენ ევროპასაც, რომ უმცირესობები, ინტერეს ჯგუფები, რომლებიც არიან გარკვეული, ასე ვთქვათ, მცირე ელიტისტური ჯგუფები, რომლებიც მართავენ ევროპას. და ეს ამაზე ვსაუბრობდი ჩვენ რახანია და მნიშვნელოვანია დღეს ამერიკიდან გაისმა ესმა, რომ უნდა ითქვას კიდევ ერთხელ, რომ ის ასე ვთქვათ ოპერაცია, რაც წლების განმავლობაში ტარდებოდა, როდესაც იყო მცდელობა, რომ ხალხი ჩაენაცვლებინათ NGO-ებით, აი ეს ოპერაცია უკვე საბოლოოდ იქნა მხილებული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, მათ შორის იმიტომ, რომ USAID-ის დაფინანსება, ყველა ეს დაფინანსება ამიტომ ჩახსნეს, რომ მხილებული იქნა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი
ესე ვთქვათ, გამტარებელი სხვა ქვეყნის ინტერესებისა საზოგადოების საპირწონით. აი მაგალითად ამ დღეებში ტარდება ხომ ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები. აი ესეთი ასოციაციები ან პროფკავშირები მაგალითად. აი ეს გახლავთ თუ კი საუბრობთ ჩვენ ასოციაციების კავშირზე, ასეთი ტიპის წარმომადგენლობა უნდა იყოს, როდესაც ადვოკატებს თავის წარმომადგენლობა ყავს, თვითონ ირჩევენ და საუბრობს ადვოკატების სახელით. პროფკავშირებში თქვათ დასაქმებულებს თავის წარმომადგენლები და ვის წარმოადგენს ისვედი? ვის წარმოადგენს TI? ხო ხედავთ ვინც არიან გამჭვირვალობა ისვედი და ასე სადაც ხედან რომელ პარლამენტებში ჩვენებასაც აძლევენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ეს ხო პირდაპირ მხილება არის ვის ემსახურებიან ესტონეთში რო არიან დარეგისტრირებული დღეს და ესტონეთიდან რომ სქემებს ალაგებენ ფინანს შავი ფულის შემოტანისა თავისი ესტონური რეგისტრაციის მეშვეობით აი ეს ყველაფერი ამის მხილებაა ამიტომაც კიდევ ერთხელ რასაც ილონ მასკი ამბობს ზუსტად ეს არის რომ NGO კულტურა, NGO სისტემა არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი დასავლეთმა შექმნა. ქართული ოცნების და ამერიკის შექმნა ქართული ოცნების და ამერიკის საერთო რიტორიკასთან დაკავშირებით თქვენ ისაუბრეთ ახლა და ლევან მაჭავარიანმაც გამოუქვნა ვიდეო საილუსტრაციოდ არის თუ არა თანხმობის პოლიტიკა რეალურად და რას ნიშნავს, როცა ამის გამო ხშირად გაკრიტიკებენ ხო თქვენ თითქოს საერთო თანხმობა გაქვთ ახლა ლევან მაჭავარიანმა ვიდეოც დადო როგორ ახასიათებთ ამას და არის თუ არა მართლაც რეალურად თანხმობა აქ იმდენად მნიშვნელოვანი ის კი არის ვის შორის არის თანხმობა აქ მნიშვნელოვანი არის რა არის სიმართლე როდესაც საუბრობს სიმართლეს შემდეგ რა თქმა უნდა გამოჩნდება აუცილებლად აი სიმართლე როცა თავის თავს გაიტანს გამოჩნდება შემდეგ ქვეყანა თუ ლიდერი რომ სადაც გექნება თანხმობა თავარი არის სიმართლე არა ის თუ ვისთან ერთად გაქვს ან ვის აქვს შენნაირი მოსაზრებები თავარი არის რომ კონდეს მართალი მოსაზრებები და სიმართლე საუბრობ როცა საუბრობ სიმართლეს საბოლოო ჯამში სიმართლის გამარჯვებაც იმას გულისხმობს რომ დღეს ეს გვესმის ამერიკისგან უკვე ერთი წლის განმავლობაში რაც ახალი ადმინისტრაცია არის მოსული და ნელ-ნელა გავიგებთ სხვადასხვა ქვეყნიდან მათ შორის ევროპაში ხედავთ ჩვენ გამოღვიძებას ევროპელი ხალხისა ხედავთ ამას ჩვენ სხვადასხვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ახალი არჩევნებით პატრიოტული ძალების მოსვლით ხელისუფლებაში ასე რომ ასეთი თანხმოთრები კიდევ უფრო ბევრი იქნება ეს არის გზა ევროპის გადარჩენისა და არა ის უფსკული სადაც ბიუროკრატიამ და ზოგიერთმა ლიდერმა დღეს ევროპა მიიყვანა და ეს არის გზა მათ შორის ჩვენი სამომავლო ურთიერთობებისა ევროკავშირთან, ვინაიდან იმ ბიუროკრატიასთან, რომელიც ცივილიზაციურ წაშლით ემუქრება ევროპას, იმ ბიუროკრატიასთან, რომელიც უფსკულში ჩაახედა, ცივილიზაციურ უფსკულში ჩაახედა ევროპა, რა თქმა უნდა, რთული იქნება ჩვენთვის ურთიერთობები. ხა ჩვენ და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ღირებულებითაც აბსოლუტურად სხვადასხვა პოლუსებზე ვართ. ამას ისიც ადასტურებს, რომ ითქვა კიდევაც ამერიკულ მედიაში, რომ თეთრ სახლში უკვე ტერმინი ჩამოყალიბდა ევროპის საგარეო პოლიტიკის ესტონიზაცია, რომელიც პირდაპირ აღნიშნავს იმას, რაც ჩაატარა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსთაველის გამზირზე, როდესაც თავქარიანი აქტივიზმი ხდება საგარეო პოლიტიკის ნაწილი და არა რაციონალური განჟა ინტერესებს. ქიმიური არ არის შესაძლებელი სამწე გამოძიება გამოცხადდეს დაახლოებით. მაგრამ ჩვენ ისმით გაეროსკეცრული წარმომადგენლის მომხსენების წარმოების საკითხებში განცხადებას, რომ სამსახურებო ორგანოს შეუძლია საკუთარი თავის გამოძიება. აი ეს არის აბა NGO უნდა გამოიძიოს თუ რა? აბა ვინ უნდა გამოიძიოს? ის მიუთითებს ევროპის საბჭოს მექანიზმების გამოყენების საოცრებობაზე და ვახლებთ მაგალითს, როცა პოლიტიკა ჭირო გამოიყენეს ქიმიური არა და ასევე ახლა რა ეჭვია? უყურეთ, აი რა ეჭვი არის? რა ეჭვი დარჩა? უყურეთ ყველგან საწამლავი და არსად მოწამლული. ახლა ნუ აი ესეთი რეალობის წინაშე აღმოჩნდით, ხომ? საბოლოო ჯამში მტკიცება, საბოლოო ჯამში ყველაფერი დავიდა გაპუტულ თუთიყუშამდე. აი ეს არის, ხომ? აი ეს სამარცხვინო მომენტი. ეს არის ბანკზე რა მისიურებად ესახება. იამენი თავი მაგალითად. არა, მე შეიძლება ვეკავი საკუთრების, მაგრამ თუ დაწესოების სახელით. აი ეს არის მოწამლული ხალხი თანაშაყვა. რომელზეც საბოლოო არსად არიან და არიან და ყოველთვის საუბრობენ თქვენ ანუ ამდენი ხანი ამ საკითხით დაკავებული ხართ. კამიტი რას ნიშნავს, იცით? ქიმიური იარაღი იცით რას ნიშნავს? ეს კი არის, რა ქვია,
გამონაბოლქვით მოწამლა კი არა, რა შედეგები აქვს ამას? ეს მაინც ხო შეგეძოთ აქამდე დაგეგუგლათ და შედეგი რა იყო, რომ გაფუტული თუთიყუში, სირცხვილი არ არის. კიდე ერთხელ, გამოძიება შედგა. გამოძიებამ ყველა ეს საკითხი აჩვენა მათ შორის არა თუ არასდროს ქიმიური პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი შსს ნაყიდი ან გამოყენებული ქონდა საქართველოს ტერიტორიაზეც არ არის დიდი ალბათობით ნამყოფი კომერციული მოხმარებით სახელმწიფოს მხრიდან ხომ მით უმეტეს ასე რომ არც კი არასდროს აი ამაზე მეტი პასუხი რა უნდა იყოს ეს ერთი აი ხა სხვა რამე პირველი მსოფლიოს ამდენ სახელს მე ხა ვერ დავიმახსოვრებ მაგრამ მე ვიცი თავარი რაში იყო, რაში მდგომარეობდა ჰიბრიდული თავდასხმა BBC-ს მხრიდან საქართველოზე და ვინ დგას BBC-ს უკან, ეს კიდე ცალკე საკითხი არის, არ ვიცი ეს ცალკე საკითხი არის, მაგრამ რა იყო მთავარი ლაიტმოტივი, ხომ? ამ მთელი წინაზეც გითხარით, ამ მთელი მათი სიუჟეტიდან თუ არ ვიცი რაც იყო, ერთადერთი მთავარი ფრაზა რაც იყო headline-ისთვის გამოტანილი და რაც იყო ზუსტად ჰიბრიდული თავდასხმის ინსტრუმენტი იყო პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი. ხომ ამას დღემდე ხო ამაზე საუბარი ხა იქ სხვა რა ლირიული გადახვევები იყო ამ სიუჟეტში, მე მგონი არავინ არ იხსენებს და არც ვინმეს ყურადღება მიუქცევია. პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი. დაიხურა ეს თემა? კითხვა ხო მარტივი არის. იყო თუ არა პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი, ხო დაიხურა ეს თემა. ერთი, მეორე, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ვინმეს კითხვა აქვს, გაეროს, ვინმეს ხო კითხვა აქვს, აგერ არის გამოძიება, აგერ არის ხელისუფლება, მიმართონ ყველაფერს აჩვენებენ.